დღესვე ასევე ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დაწყებამდე სპეციალური განცხადება გააკეთა ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ქრისტიან დემოკრატები მზად არიან კონსულტაციები გამართონ მთავრობასთან, რაც ეხება ჯანდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვას. ფრაქცია ქრისტიან დემოკრატებს აქვს ძალიან კონკრეტული, ძალიან შინაარსიანი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს 2011 წლის ბიუჯეტი და როგორ უნდა ასახოს ამ ბიუჯეტმა ძალიან ბევრი კონკრეტული პრობლემის მოგვარება ჩვენს ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სოციალური და საპენსიო საკითხების მიმართულებით და როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა პარლამენტში წარმოდგენილი ფრაქციის სახით ჩვენ მიმართავთ ხელისუფლებას, რომ ვართ მზად იმისათვის, რომ დავსდეთ კონსულტაციების რეჟიმი წარმართოთ. ჩვენ ამ შემთხვევაში მზათა ვართ, მათთან ერთად დავждეთ, თუ მათ აქვთ რაიმე წინასწარ სჭირდებათ დამატებით საკითხების განხილვა, ამისთვის ჩვენ მზათა ვართ და პირიქით ამ ჩართულობას კიდევ უფრო მივესალმებით. ამაზე ჩვენ პრინციპში უკვე გქონდა, ვთქვათ, საუბარი, მათ შორის მათი ინიციატივის თავობაზე პრემიერ-მინისტრს საუბრე, პრემიერის საქმის კურსშია, ისიც მზად არის, რომ აღნიშნულ ტიპის დიალოგში ჩაერთოს.